გამარჯობა, მომავალი ტივის ეთერშია ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო გადაცემა ჩვენი სივრცე ჩემთან ნანასთან და ბილისთან ერთად. გამარჯობათ, პირდაპირ რომ შემდეგი რამდენიმე საათი თუნდაც იქნება საინტერესო, სახალისო და რა თქმა უნდა, რაც მთავარია პოზიტიური. პოზიტიური და სწორად გააკეთა აქცენტი ბილიმ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საზოგადოებას ჩვენს მაყურებელს მივაწოდოთ პოზიტიური ინფორმაცია, რომლის მოსმენის შემდეგაც თქვენ უფრო მოტივირებულები და გაცილებით უკეთეს განწყობაზე იქნებით. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით დავიწყებ გადაცემას. მე ყურადღებას გავამახვილებ იმ თემაზე, რომელიც ტრიალებს უშუალოდ მომავალი ტივის ირგვლივ. მომავალი ტივმა მიმართა ბატონ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ჩაერთოს უშუალოდ ბატონი პრემიერი და ყველა სამინისტროს ყველა უწყება ახალგაზრდული პრობლემების შესახებ ჩვენს გადაცემებში და დისკუსიებში. დავეთანხმებები, რომ მათი ჩართვა და მათი აზრის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მნიშვნელოვანია და თან ესე ვფიქრობ, რომ აუცილებელიც, იმიტომ რომ როდესაც ახალგაზრდებს ეხებათ, ახალგაზრდები არის ის ძლიერი ძალა, რომელიც თუნდაც ქვეყანას რეალურად რომელსაც დამოკიდებულია ჩვენი მომავალი. ძალიან ბევრი რამე თუნდაც. კი, ნამდვილად გეთანხმები, აქვე უნდა აღვნიშნო ისიც ძალიან დიდი სიამაყით, რომ ჩვენი ტელევიზია არის ერთადერთი ტელევიზია და ძალიან თამამად ვამბობ ამ სიტყვებს, რომელიც მაუწყებლობს და ძირითად აქცენტს აკეთებს სწორედ პოზიტიური ინფორმაციის გაშუქებას. მიხარია ამის თქმა, იმიტომ რომ მართლაც თუნდაც საინფორმაციო გახსნით, აუცილებლად მომავალი ტივი ყოველთვის ცდილობს, რომ ყველაფერი პოზიტიური გააშუქოს, იმიტომ რომ ყველა ამბობს, რომ ამოვიდა ამდენი ნეგატივი ყელში, ამოვიდა საზოგადოება დაიღალა უბრალოდ მედიისგან ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით. ეს ყველაფერი მოქმედებს სიკაზე. რა თქმა უნდა და აუცილებელია ჩემი აზრით, რომ მეტი პოზიტივი შევძინოთ ერთმანეთს, მეტი კარგი განწყობა ვაჩუქოთ თუნდაც ერთმანეთს და ამისთვის ყველანაირად ვცდილობ ჩვენი ტელევიზია, რომ უფრო და უფრო მეტი რაღაც გააკეთოს პოზიტიური და ეს ყველაზე მთავარია მე მგონი და ნამდვილად. ხო. და მედიის როლი ასეთ საქმეში არის უნიშნულოვანესი. უდიდესი ჩემი აზრით. ნამდვილად ასეა პირველ ადგილზე სწორედ მედია დგას ამ მიმართულებით და ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი მაყურებლის წინაშე, რომ მათ პოზიტიური განწყობა შეუქმნათ ყოველდღე. და უნდა აღვნიშნო ბილი ბოდიში ისიც, რომ საინფორმაციო გამოშვებაც კი ჩვენი საინფორმაციო გამოშვება უშუალოდ აქცენტს აკეთებს პოზიტიურ ინფორმაციაზე. პოზიტიურ ინფორმაციაში გულისხმობთ იმ მოვლენებს, იმ სიახლეებს, იმ პროექტებს, რასაც აკეთებს უშუალოდ დღეს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მთავრობა და ჩვენ ამ ყველაფერს აუცილებლად ვაშუქებთ და ზუსტად იმიტომ გვჭირდება თანამშრომლობა აქტიურად, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გავაშუქოთ და უფრო მობილიზებულად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. მთავრობა ისედაც ვინც კარგ საქმეს გააკეთებს ყოველთვის ყველა სფეროში. აბსოლუტურად მათ გვერდში ვიდგებით, იმიტომ რომ კარგი საქმე სამწუხაროდ იშვიათად ჩუქდებაო ამბობენ და იმასაც კი ამბობენ, რომ ტელევიზორს აღარ უყურებ, არც ერთ არხს აღარ უყურებ, იმიტომ რომ რა ხარნაჩართო დავიღალე ამდენი ცუდი ამბავი, ამდენი რაღაც. რეალურად მე მაგალითად საერთოდ შეიძლება დროის უქონობის გამო, რა თქმა უნდა, ხო, არჩევთ ტელევიზორს, მაგრამ სახლში გავიარო, უცებად ყურბა მოусმინოს ისეთ რაღაცას, რომელიც თუნდაც ცუდ განწყობაზე დამაყენებს და ეს არის ძალიან ცუდი. მთელი დღის განმავლობაში ეს ყველაფერი მოქმედებს. მოქმედებს, კი, ნამდვილად მოქმედებს. შეიძლება საერთოდ ზუსტად 2 წუთი მომიწიოს რაღაცის მოსმენა, იმ 2 წუთში ისეთ განწყობაზე დავდგე, რომ თელ დღე საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს და ისეთ ცუდ ხასიათზე ვიყო და რეალურად საჭიროა რომ პოზიტიური ინფორმაციები და ასე შემდეგ უფრო ნამდვილად გეთანხმები, ძალიან რთულია, როდესაც იღუძებ დილით თავ ტელევიზორს და გინდა სასიამოვნო განწყობა შეიქმნა და ამ დროს უცებ გესმის, რომ იქ ვიღაცა დააყარჩაღეს, იქ ვიღაცამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და დილიდან ასეთი ინფორმაციის მოსმენით ითრგუნები და უკვე ყველაფრის ხალის კარგავ და ჩვენი მიზანი ზუსტად ის არის, რომ დილიდანვე გავჩუქოთ პოზიტივი და სახალის და საინტერესო ინფორმაციები და პლუს ამას საინფორმაციო გამოშვებებიც აგებული იყოს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საინტერესო სიახლეებზე. მე იმედი მაქვს აუცილებლად გამოგვეხმაურებიან და ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ჩვენ საზოგადოებაში აუცილებლად პოზიტივს შევიდეთ. თუნდაც და მეც იმედი მაქვს, რომ ეს აუცილებელია რეალურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს, თუნდაც სამთავრობო სექტორების ჩართულობა ახალგაზრდულ სფეროში, იმიტომ რომ
ყველაფერში ახალგაზრდები არიან, ხო, აბსოლუტურად და აუცილებელია, რომ ახალგაზრდები უფრო მეტი თუნდაც პოზიტივით თავრობისგან და ასე შემდეგ დაიტვირთოს და უფრო ბედნიერები გახდნენ. ამავდროულად არ დაგვაუწყდეთ ისიც, რომ მათი რჩევები ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, თუნდაც დისკუსიები ახალგაზრდულ პრობლემურ თემაზე, ჩვენ ვთქვით, რომ ვაშუქებთ პოზიტიურ ინფორმაციას, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენთან არ იქნება მსჯელობა პრობლემურ თემებზე. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღესდღეობით არსებობს და ახალგაზრდებს აწუხებს და ამ მიმართულებით უკვე გამოცდილი ადამიანების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ბილი, ალბათ გაგიგია ხშირად საყვედური თუნდაც სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხარ იმ მიმართულებით, რომ საზოგადოება არის აგრესიული, საზოგადოება არის ნეგატიური და ყველა სვამს ერთ კითხვას რა ჭირდება, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. შენ პასუხი როგორ იქნება ამ შემთხვევაში? როგორც ჟურნალისტის. ეს ახლა ცოტა ისეთი ნათქვამია როგორც ჟურნალისტის, ჩემი აზრით საერთოდ არ არის საჭირო აქ ჟურნალისტობა და ასე შემდეგ, უბრალოდ ადამიანი. ანუ შენ პროფესიიდან გამომდინარე. არა, პროფესიაც არა, ადამიანური მომენტიდან გამომდინარე და შემდეგ პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის ესე უკეთესი იქნება. საჭიროა ის, რომ უბრალოდ იფიქრო იმაზე, რომ როგორ გააბედნიერო საკუთარი თავი და სხვები. რაც თავია საკუთარი თავი და რატო? იმიტომ რომ როდესაც საკუთარი თავი თუნდაც მე არ ვარ ბედნიერი, 100 კაცი რომელიც ჩემი ფული უტრიალებს, ცდილობ რომ გადავდო ჩემი უბედურება. ესე არის. ეს ბუნებრივია, შენი განწყობა ავტომატურად მიგდათ იმ ადამიანებს. ხო, სამწუხაროდ, თორე აი მე რო ვიყო სულ დილიდან გავლიმებული, კახასიაძე და ასე შემდეგ, ეს არის მეტი პოზიტივი შევმეტოთ ერთმანეთს, რომ მე რო კახასიაძე, შენ რო სულ ხასიაძე იყო, იმდენად ჩემი ხასიათი ფარო შენ სულ ხასიათი, რომ ელემენტარულად გადამდებია და გადაგედება. ესე რომ ვისწრუნოთ საკუთარ თავებზე პირველ შენ სწორად აღნიშნე, რომ საკუთარი თავიდან დავიწყოთ ზრუნვა. პირველ რიგში, იმიტომ რომ აუცილებელია რატო უნდა ვიყო 24 საათი ცუდ ხასიათზე? ძალიან მიხარია ხოლმე ქუჩაში რომ მივდივარ და ხედავ ვიღაცას თუნდაც კურსასმენებით და ძალიან ბედნიერი სახი იღიმება და არ დამოვიწყდება ამას წინათ. გოგო ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი ბედნიერი რომ რაღაც ისეთ პატარა პრობლემა მქონდა, რომ დამნახე ეს გოგო ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი. მოგეთო გასწავლე, თუნდაც არც ვიცნობდი, არც კონტაქტი მქონდა და არაფერი. ეს არის პირველ რიგში, რომ არ უნდა ვიაროთ სულ დაყრემილები. კი, პრობლემა. გაბრაზებულები დავდივართ ცხოვრებაზე, გაბრაზებული ყველაზე ვიღაცა რომ იღიმება იმაზე. ისიც კი გვაღეზიანებს ხოლმე. ის მოგოთ რა აცინებს ამ უბედურს, ამ დინაკაკის და ესეთი. კი, შეიძლება არის ესეთი შეფასება. ამ დროს იცი რა არის, რაც უფრო სიცილი საერთოდ ჯანმრთელობა მე როგორც. ახალძლებს სიცოცხლეს. პლუს მაგას, როდესაც ბედნიერი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება გქონდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გაქვს უფლება გაიცინო. ეს პოზა არის აქ დაყენებული, რომ ისა პრობლემა მაქვს, მაგრამ უნდა ვაიმე, უიმე, ზედა რამე ეს ყველაფერი გამოხატოს აქტიური და სხვა თავი. არა, გამოხატე, მაგრამ იცი რა არის ცოტა სხვანაირად უნდა ვისწავლოთ გამოხატვა რაღაცეების. თავისი ფორმა აქვს ამის გამოხატვასაც, ანუ ამის თქვა გინდა. აი უკვე მოსაწყენია, უკვე აღარავის აღარ უყურს ის, რომ ვიღაცას რაღაცის პრობლემა აქვს, ვიღაცას თუნდაც ბანკის ხალხი, ელემენტარი და ასე შემდეგ. ეს ცხოვრებისეული მომენტი გახდა, მე მგონი, არავის არ უყურს თუნდაც ბანკის ხალხი. ვერავის ვერ გააკვირვებ ამით, მაგრამ ამის გამო ხო არ შეიძლება რომ სულ ესეთ განწყობაზე იყოს, სულ არაფერი არ გიხაროდეს და აი ელემენტარული რაღაცით შეიძლება ადამიანი გახდეს ძალიან ბედნიერი, უბრალოდ ღიმილით, კარგი მისალმებით და ასე შემდეგ. რატო უნდა გაირთულო ცხოვრება ამდენი? ანუ ცხოვრებას როგორც შეხედათ რა დამოკიდებულება გიქნება, ზუსტად ისე წავა შენი ცხოვრება. რატო ვირთულებთ? აი არაფრის გამო უნდა გავირთულოთ. მე ვცდილობ მაგალითად ყოველ გავიმარტიო ამით ცხოვრება და რაც უნდა ისეთი მძიმე ის იყოს, მე მეუბნები ხოლმე როგორ შეიძლება, როცა არ ვუყურებ უფრო დამძიმებული, უფრო მარტივად გვარდება. როდესაც ესე დავждები, ვაიმე რა მეშველებ. ვერაფერს ვერ გააკეთებ საერთოდ და ვერც გაიღიმე, ვერაფერ და იქნება ესე და როგორც შეხედავ როგორი განწყობით ხარ, ისეთი განწყობით დაამთავრებ. ანუ განწყობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. შენს ცხოვრებას როგორც შეხედავ, როგორც დაინახავ, დამოკიდებულება როგორც იქნება, ზუსტად ისე წარმატო. აი, პრობლემური ადამიანები, ანუ ის კი არ არის რომ ვიღაცას ნაკლები პრობლემა აქვს ცხოვრებაში, ეგ არ არის.
არის უბრალოდ უყურებს სხვა კუთხით, სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს უფრო მარტივად და შესაბამისად ვიღაცას გონია რომ ამას პრობლემები არ აქვს, სულ ბედნიერია, სულ უხარია, აქვთ პრობლემები, უბრალოდ მარტივად უყურებენ უფრო ცხოვრებას და ის ღიმილი კიდე უფრო ეხმარებათ ამ პრობლემების მოგვარებაში. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ყოველი და წეღანაც დავწერე რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელზე ჩემს გვერდზე რომ ყოველი დილის გათენებას უნდა შევხვდეთ პოზიტიურად და დამიჯერეთ ეს დილა პოზიტიურად ჩავილისნეთ კი ეს ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მართლა ასია. დილიდანვე თუ ცუდ უჟმურ ხასიათზე გაიღუძებ, ეს სხვასაც გავაფუჭებ ხასიათს და მთელ დღეს ჩაიშხამებ, ასე რომ ვთქვა. ხები რატო იღუძებ დილიდან ის ცუდ განწყობა? რაც ამდა ცუდი სიზმარინა. ხო, არ ვიცი, რა უნდა მოხდეს რომ დილიდან გავიღუძო, რა ვიცი, ვერ გამოვიცინე, კარგად არ ვიცი. ცოტა მინუს ხანეთ დამოკიდებული ვარ ესეთ რაღაცებთან და მჩვენია რომ ბევრი გავიღიმოთ, ბევრი კარგი რაღაცა ვაჩვენოთ ერთმანეთს და თუნდაც ჩვენი ტელევიზიის სახით მეტი პოზიტივი მოისმინეთ და გავცალოთ ესე პოზიტივი. ბილი დამეთანხმები იმაშიც რომ კამერებს ვერაფერს ვერ გამოვაპარებთ და კამერებში ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი განწყობა, ჩვენი დამოკიდებულება მაყურებლის მიმართ და მე მინდა ასეთ რაღაცა აღნიშნო რომ პოზიტივი აუცილებლად გვიბრუნდება. და ზუსტად იქამდე რომ პოზიტივი აუცილებლად გვიბრუნდება უკან. როგორიც ხარ, ზუსტად ანუ ვერ გამოაპარებ მაყურებელს იმას, რაც ხდება შენში, ვთქვათ, შეიძლება გქონდეს წამყვანს პრობლემა, მაგრამ ის ბედნიერი სახით იჯდეს და გესალმებოდეს და კარგ განწყობას გიქმნიდეს. მაგრამ მაინც რაღაც მომენტში შეიძლება დაგეტყოს კიდევ. კი, ანუ ვერ იმდენად ვერ ითამაშებ, რომ რაღაცები ვერ დაგეტყოს და ესე მსუბუქად გადაეტანო, მაგრამ რა მინდა აღნიშნო, რომ მაყურებლისგანაც მოდის. და ამ ყველაფერს ჩვენ გრძნობთ თუნდაც იმ შეტყობინებებში, რომელიც მაყურებელი წერენ და გვეუბნებიან, რომ იცით რა კარგია, რომ საინტერესოა მართლა და გულით ესე გამერიმება ხოლმე ესეთ რაღაცებზე, იმიტომ რომ აი, რამდენი უნდა იფიქროთ, რომ ესეთი რაღაცა დაარქვათ, მაგრამ აზრიანი და ისეთი ხალისო სახელი დაარქვეს. სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ ეს ჯგუფი არა მხოლოდ თინეიჯერებისთვის ძალიან ბევრი მსმენელი ყავთ მათ და ძალიან საყვარელი ჯგუფია პირადად ჩემთვისაც. ძალიან ხშირად გუსტენ ძალიან კარგად წყობაზე მაყენება ყოველთვის. კი, ნამდვილად. ბილი, მოკლედ, ესეთი საინტერესო ღონისძიება იმართება, აქცია, რომელსაც ერთჯერადი სახე აქვს. ეს არის წიგნებში მოხეტიალე. უკვე სათაურიც მიანიშნებს იმას, რომ ძალიან საინტერესოა. არ აქვს მნიშვნელობა წიგნსა და გამოშვების თარიღს. თავარია გინდოდეთ მისი გაჩუქება. რათა იმანად შეძლოს მისი წაკითხვა, ვისაც ყიდვის საშუალება არ აქვს. ან რაიმე სხვა მიზეზის გამო არ მოეპოვება ეს წიგნი. შეგიძლიათ მიაწოდოთ დედაენის ბაღში რამდენიმე წიგნი, მიბრძანდეთ თქვენ თავადაც და ესე გაცვალოთ ერთმანეთში წიგნები და წაჩუქოთ. მეც აუცილებლად მივდივარ, მიმოქვს რამდენიმე წიგნი, თან რა თქმა უნდა. და ვეცდები რომ ვისაც არ აქვს და არ აქვს უბრალოდ საშუალება ან არ ქონდა წვდომა ამ წიგნთან აუცილებლად ვაჩუქო. მაგაზე გამახსენდა მოხეტიალე წიგნებზე გაგიგია? კი, გამიგია. ძალიან საინტერესო აქცია. კი, და მომწონს ეს რაღაცა, იმიტომ რომ როდესაც ქუჩაში შემთხვევით ხდები და იქ მე წაწერას უკეთებ რომ წაიკითხო და სხვა ადგილას და ძალიან კარგი რაღაცაა და გუნცვათ კარგი ფორმაა, ესე ვთქვათ, გაჩუქების. აბა რა ხდება შენთან? რა ხდება და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე სეზონი მთავრდება წრიულ ბოლაში ეგრეთ წოდებული რუსთავი International Challenge. და ეს არის განრიგი. ნუ გაოფიციალური გახსნა, მერე ტიუნინგი Honda BMW კლასში, შემდეგ ფორმულა ალფა, შემდეგ ლეგენდები და ნუ რა თქმა უნდა პრიზების გათამაშება და ბოლოს საზეიმო დახურვა და ასე მშვიდობით და წარმატებით დამთავრდა რუსთავის ავტოდრომზე სეზონი და თვლი რომ ძალიან ბევრი მაგარი სპორტსმენიც შევიძინეთ. ბევრმა წარმატებას სხვა ქვეყნებშიც მიაღწია, ერთ-ერთია დათაკაჯაია, რომელიც არ ვიცი, უნდა მთელი ქვეყანა ამაყობდეს ამ ადამიანით. და მადლობას უხდი მას ამისთვის. ხო, რუსთავი დახურა სეზონი. ძალიან კარგია, როცა ესე აქტიურად და ესე წარმატებით ხურავს სეზონს. ძალიან ბევრი კი, კარგი ღონისძიებები ჩაატარეს, თუნდაც წრიულ ბოლაში, ფორმულა ალფაში, კლასში, ლეგენდებში და ასე შემდეგ.
მოკლედ მე კიდევ ერთი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ღვთამათა დარბაზში გაიმართა ვაჟა შაველის გარდაცვალების 100 და დიდუბიდან მთაწმინდაზე გადასვენების 80 წლის თავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო მოხსენებელთა სია კი ასეთი გახლავთ ამირან არაბული, ქეთევან ბაიაშვილი, ეთერ თათარაიძე, ლია კარიჭაშვილი და თამარ შარაბიძე. გამოსვლებში კიდევ ერთხელ წარმოჩნდა გენიალური ქართული მწერლის ცხოვრების გზა, მისი შემოქმედების განუმეორებელი მხატვრული სამყარო, იდეური, თემატური და მსოფლმხედველობრივი თავისებურებანი. უდაოდ ეს არის ის ადამიანი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ. ბოლო პოზიტიური ინფორმაცია ჩვენს ეთერში. ფესტივალი საჩუქარის ფარგლებში ბიძები და დეიდები გამართება თეატრში მცირე და მინიუსის მცირე დარბაზში და როცა საინტერესო სპექტაკლია და აუცილებლად უნდა წავიდეთ. კი, გეთანხმებილი. მოკლედ ესე პოზიტიურად გავატარეთ რამდენიმე წუთი. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დრო და მე ჩვენ ისევ დავგიბრუნდებით. დროებით. ქართულ რეალობაში ახალი სტილის ტელევიზია, რომლის უმთავრესი მიზანია მხარი დაუჭიროს ქვეყნის მომავალთაობას. შექმნას ახალგაზრდებისთვის მხარდაჭერის საზოგადოებრივი გარემო და უზრუნველყოს მის წინაშე მდგარი გამოწვევების და პრობლემების გადაჭრისთვის საფუძვლების შექმნა. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მომავალი ტივი მოუწყებობს. ჩვენ თავიდანვე ვარი ვთქვით იაფასიანი გადაცემების მომზადებაზე და ამ გზით რეიტინგის მოხვეჭაზე. ვარი ვთქვით იული გზით მასალების მოპოვებაზე და თავიდანვე აქცენტი გავაკეთეთ საკუთარ საავტორო გადაცემებს. მომავალი ტივის გააჩნია განვითარების ჩამოყალიბებული ფორმა. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველ სეზონზე ვიცვლებით, ვიხვეწებით, მაგრამ ვემსახურებით ერთ მიზანს, რომელსაც თანმიმდევრულად ვახორციელებთ. დღესდღეობით მომავალი ტივი ვრცელდება სატელიტი და საკაბელო საშუალებებით. ჩვენ ამისათვის ძალისხმევას ნამდვილად არ ვიშურებდით. რადგან ჩვენი ტელევიზიის შინაარსიდან გამომდინარე გვინდოდა, რომ იგი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანისათვის, ნებისმიერ ადგილას, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს იგი. ჩვენმა საავტორო გადაცემებმა უამრავი სტუმარი მოიზიდა. სტუდენტური თვითმმართველობები, არაფორმალური სტუდენტური, ახალგაზრდული და არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, ახალგაზრდა შემოქმედები, სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი მოღვაწეები და პოლიტიკოსები. ჩვენ ეთერს უთმობთ ყველას, ვისაც გული შესტკივა ახალგაზრდულ პრობლემებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე. მომავალი ტივი აერთიანებს თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელს. ჩვენთან ყველას აქვს აზრის გამოხატვის საშუალება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობისათვის. მომავალი ტივის ცნობადობის მოძნებით გაზრდის პარალელურად მოიმატა საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებამ. ყოველდღე ვიღებთ წერილებს წინადადებებით, შენიშვნებით, იდეებით, შეკითხვებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საქმიანობის აქტუალობას. ჩვენი უმთავრესი შეთავაზების ადრესატია თავად ახალგაზრდობა. ჩვენ მოუწოდებთ მათ თანამშრომლობისკენ, მოახდინონ თავიანთი საქმიანობის ნიჭის, იდეების, შესაძლებლობების პოპულარიზაცია, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება, პოზიცია. ჩვენ ეთერს უთმობთ ყველა ასეთ ახალგაზრდას, ასევე ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მომავალი ტივი დიდი სიამოვნებით ითამაშება ეთერს დაუთმოს ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას, პოლიტიკურ ლიდერებს, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს. მხოლოდ ერთი დათმით, ერთად ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ ახალგაზრდებისათვის საჭიროებო საკითხებზე. ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც დაინტერესებული იქნება ჩვენი შეთავაზებით, ექნება საშუალება იმისა, რომ დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და გააცნოს იგი საზოგადოებას. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს აქტიურად გამოიყენონ ახალგაზრდული ტრიბუნა.
მომავალი ტივი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტს. მივიჩნევთ, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნული მიმართულებების პრაქტიკაში განხორციელება უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, მომავალი ტივი მაქსიმალურად ცდილობს ამ ყველაფრის პოპულარიზაციას და საინფორმაციო უზრუნველყოფას. ჩვენ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას მაქსიმალურად ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ჩვენთან ითანამშრომლონ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში. მომავალი ტივი ეთერს დიდი სიამოვნებით დაუთმობს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს, რომლებიც ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებენ სხვადასხვა გეგმებსა თუ სხვადასხვა აქტივობებს. ვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ბიზნესს მოუწოდოთ მხარდაჭერისკენ. ჩვენ შევქმნით ბიზნესის პოპულარიზაციის საუკეთესო მოდელი, ორმაგი ეფექტი. მომავალი ტივის და ბიზნესის თანამშრომლობა მართლაც რომ ორმაგი ეფექტის მატარებელია. ჩვენ გავზარდეთ მაუწყებლობის მასშტაბები და ტელევიზიის საშუალებით შევედით ყველა ოჯახში. შევძელით ჩვენი მიზნების რეალიზაცია და საფუძველი შევქმნით ახალგაზრდებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას. ჩვენ პოპულარიზაციას გავუწევთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ნიჭიერ და იმედისმომცემ ახალგაზრდებს. მოგვეცემა საკითხის აქტუალიზაციის საშუალება და ყველაფერი განხორციელდება ბიზნესის ეგიდით. ქართულ ტელესივრცეში სამწუხაროდ შეიქმნა მომჯადოებული წრე. თითქმის ყველა ტელევიზიის საშუალებით მაყურებელი იძულებულია ერთ და იგივე სახეების მოსაზრებები ისმინოს. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუთმობთ ეთერს სრულიად ახალ სახეებს, რომლებიც მოღვაწეობენ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, შემოქმედებით სპორტულ, სამეცნიერო თუ სხვა სფეროებში და დღემდე არ იძლევათ შანსი მიმართონ საზოგადოებას, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები. ჩვენმა ერთწლიანმა პრაქტიკამ დაგვანახა, რომ საქართველოში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. სამწუხაროდ მათ საქმიანობას საზოგადოება არ იცნობს. არ ხდება პოპულარიზაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების მინიმალური რეალიზაციაც კი. ეს ახალგაზრდებში ნიჰილიზმისაკენ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თბილისში, საქართველოს რეგიონებში უნდა შეიქმნას ასეთი ახალგაზრდების წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმები. საზოგადოებას საშუალება უნდა მიეცეს გაიცნოს ქვეყნის მომავალი და იზრუნოს მისი მხარდაჭერისთვის. საქართველოში ახალგაზრდობის წინაშე ევროპული გამოწვევაა, პრობლემები ურიცხვია. საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის არც ერთ ეტაპზე არ ეთმობა სათანადო ყურადღება ამ პრობლემების გადაჭერას და გრძელვადიანი პერსპექტივის დასახვას. არ ხდება ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ჩართვა აღნიშნულ საკითხში. აშკარად იგრძნობა პროფესიონალთა ჩართულობის დეფიციტი. მომავალი ტივი კი ეთერს დავუთმობს სხვადასხვა სამეცნიერო წრეებს, ინტელექტუალურ ორგანიზაციებს თუ უნივერსიტეტებს, ცალკეულ პროფესიონალებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იქნას მიმართული ახალგაზრდობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ. ჩვენ ვიცით, რომ მათ გააჩნიათ შესაბამისი მოდელები და შემუშავებული აქვს შესაბამისი მოდელები სხვადასხვა სფეროში და ამიტომ ჩვენ თავაზობთ ამ ორგანიზაციებსა და ცალკეულ პროფესიონალებს ითანამშრომლონ ჩვენთან. მომავალი ტივის განსაკუთრებული შემოთავაზება ეკუთვნის საქართველოს რეგიონებს, მუნიციპალურ სამსახურებს, რეგიონებში მოღვაწე ორგანიზაციებს და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. ახალგაზრდობის წინაშე მდგომი პრობლემები სწორედ რეგიონებში იკვეთება მთელი სიცხადით. აქ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი უპერსპექტივობის, ალკოჰოლიზმის, უსაქმრობის ჭაობშია ჩაფლული. ჩვენ თანამშრომლობთ თითოეულ რეგიონთან, გავაშუქებთ რეგიონულ აქტივობებს, პოპულარიზაციას, გავუწევთ სხვადასხვა სახის პროექტებს და რეგიონის ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას. მომავალი ტივი არის ქართული სპორტის კომანდა, თავაზობთ სპორტულ ფედერაციებს და ასოციაციებს თანამშრომლობას, მათი საქმიანობის პოპულარიზაციას, ბავშვთა, ახალგაზრდული, სტუდენტური, სამოყვარულო და პროფესიული ღონისძიებების, ტურნირების, ჩემპიონატების ასახვას და ტრანსლირებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ სპორტის ნებისმიერ სახეობას, მოვახდენთ ახალგაზრდა სპორტსმენთა პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისათვის მოტივაციის შექმნას. ჩვენ აქტიურად ვადენებთ თვალს სოციალურ ქსელებს, სადაც უამრავი ადამიანი გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას, მათ შორის ახალგაზრდულ საკითხებზე. მრავლად ქვეყნდება საინტერესო და ძალზე აქტუალური სტატუსები. სამწუხაროა, რომ ასეთი მოსაზრებები, პოზიციები და წინადადებები ასახვას ვერ პოვებენ და არ ხდება მათი გათვალისწინება. ჩვენ თანამშრომლობას ვთავაზობთ აქტიური აზრისა და პოზიციის მქონე პირებს. ჩვენ ღია სატელევიზიო ეთერს ვთავაზობთ. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ისარგებლოს ჩვენი მაუწყებლობით და საზოგადოება საკუთარი მოსაზრება გააცნოს.
თამარისათვის დედაა ჩემი, ნიკუშასათვის შვილია ჩემი, თორმიკესათვის, ლუკასთვის, ერეკლესათვის, ინათინისთვის, ერთისთვის, დავითისათვის, მარის ჩემი, ლევანისათვის, აშასთვის, ნიკოსთვის, მარისთვის, შვილია ჩემი, თეკლასთვის და არის ჩემი, ლიზასთვის, სულასთვის, საგოსთვის, ლექსოსთვის, თემურისათვის, თეასთვის, ნინისთვის, ნიასთვის, ანის, მარიამისთვის, იცით რა გოგოა? რათიასათვის, დავითისათვის, შვილია ჩემი. რატო ვარ თაში? აგარბანოთ! ქართული ჯარი. სამუშაოს მაძიებელი ხართ, დარეგისტრირდით www.worknet.gov.g online ან მიაკითხეთ სოციალური მომსახურების რაიონულ ცენტრებს. შეავსეთ თქვენი პროფილი სრულად. რეგისტრაცია უფასოა. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელხას 1505. ჩვენ ბრუნდებით ჩვენი სივრცის ეთერში, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად და ახლა ის დროა დავაანონსოთ ჩვენი სივრცის სტუმარი და ჩვენი სივრცის თემა. მოკლედ, ჩვენ დღეს ვტრიალებთ ჩვენ სივრცეში, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალი ტივი როგორც აქტიურად მოუწოდებს ბატონ პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო უწყებებს ჩვენთან თანამშრომლობისკენ, ასევე აქტიურად მოუწოდებთ ბიზნესს ჩვენი მხარდაჭერისაკენ, იმიტომ რომ ჭირდება ეს ყველაფერი ჭირდება ჩვენი განვითარებისთვის და იმისთვის, რომ ტელევიზია თქვენთვის უფრო საინტერესო, უფრო პოზიტიური და უფრო მრავალფეროვანი გახდეს. და უფრო განვითარებული გახდეს, უფრო საინტერესო პირველ რიგში. ანუ ჩვენ გვჭირდება რესურსი ამ ყველაფრისთვის. კი, ნამდვილად გვჭირდება და ეს ჩვენი სოციალური პროექტიც მზად გვაქვს. ნუ მოკლედ, იდეები გვაქვს ძალიან ბევრი, იდეებს ჭირდება განხორციელება ჭირდება მხარდაჭერა მარტივად რომ ვთქვათ, ესე ფორმულა ჩამოვაყალიბოთ. გვაქვს სოციალური პროექტი, მომავალი ტივის შეთავაზება ბიზნეს მხარდაჭერისაკენ და ამ სოციალური პროექტის შესახებ უფრო დაწვრილებით და უფრო კომპეტენტური პირი ამ საკითხში უკვე ჩვენი არხის
განვითარებისა და მარკეტინგის მენეჯერი ანა ქართლელიშვილი ისაუბრებს. დარწმუნებულად გაინტერესებთ ეს თემა, იმიტომ რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ამ ეტაპზე ეს ჩვენთვის და ჩვენთვის რადგან მნიშვნელოვანია ესე იგი ჩვენი განვითარებისთვის, მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი განვითარება თავისთავად გულისხმობს ეთერის უფრო მრავალფეროვნებას და უფრო მეტ შესაძლებლობებს ამ პროცესში. უფრო მეტ ხარისხს. ხარისხი, ну რაც მთავარია ხარისხი. მოკლედ ჩვენ დავბრუნდებით სტუმართან ერთად. სტუმართან ერთად საინტერესო თემით. დროებით. ჩვენ სივრცეში ბრუნდებით ჩვენ სტუმართან და საინტერესო თემასთან ერთად. ჩვენი სტუმარი კი მომავალი ტივის განვითარებისა და მარკეტინგის მენეჯერი ანა ქართლელიშვილია. მოგესალმებით ანა, მადლობა რომ დღეს ჩვენ სივრცეში ჩვენთან ერთად ხართ და საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. მოკლედ დავიწყოთ პირველი კითხვით. ის გზა, რაც გაიარა მომავალი ტივმა ამ ერთი წელზე მეტი რაც მოუწყობთ ამ ერთი წლის განმავლობაში. მომავალი ტივი საკმაოდ ახალგაზრდა ტელევიზია, თუმცა რეიტინგების მიხედვით ამ დროისთვის უკვე მე-16 ადგილას არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძალიან ესეთი ტელევიზიები ჩამოიტოვა ამ დროისთვის უკვე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია. ანა, მაინტერესებს უშუალოდ რა აქვს მომავალი ტივის ისეთი ნიშა დაკავებული, რაც რადიკალურად განსხვავდება სხვა ტელევიზიებისგან. უპირველეს და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამიზნულია ახალგაზრდა თაობის პოპულარიზაციისთვის. ეძებს ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არიან, სხვადასხვა სფეროში არიან და მათ წარმოჩენას უწყობს ხელს. ბილი, დამეთანხმები იმაში, რომ ამ ერთ წელზე მეტი რაც მოუწყობთ, ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა აღმოჩნდა, განსაკუთრებით ჩემი განაცემის მეშვეობით. ნამდვილად ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა აღმოჩნდა მე პირადად. და აღსანიშნავია ის, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით არა, ძალიან ბევრი მიმართულებით და ფართო სეგმენტი არის ამ შემთხვევაში. თურმე რა ნიჭიერები ყოფილვართ. და თურმე რა ნიჭიერები ყოფილვართ, ეს ერთი გავიგებთ, რომ ნიჭიერები ყოფილვართ და მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ბევრი მომავალი ტივის აღმოჩენა იყო უშუალოდ ის ადამიანი, რომელიც პირველად გამოჩნდა ჩვენს ეთერში. და ამის შემდეგ უკვე საზოგადოებამ გაიცნო და მიიღო ისინი. ანა, მაინტერესებს საავტორო გადაცემები, ძალიან დიდი რაოდენობა აქვს რეალურად მომავალ ტივის საავტორო გადაცემების. რაზე მეტყოლებს ეს ფაქტი? რაზე მეტყოლებს და პირველ რიგში ალბათ იმაზე, რომ ყურებადია, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო უკვე. და რაც მთავარია, მომავალში უფრო ბევრი იქნება წარმოჩენილი საავტორო გადაცემებში. საავტორო გადაცემები თავისთავად საავტორო გადაცემის მომზადება გულისხმობს ძალიან დიდ სირთულეს. ავტორის მხრიდან შრომატევადია ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება უწევს ამ შემთხვევაში ავტორს, მაგრამ თვითონ ავტორები რამდენად კარგად ართმევენ თავს, როგორ შეაფასებთ? ჩემი აზრით ძალიან კარგად ართმევენ თავს. ანუ არ უჭირთ ამ ყველაფერთან არა, პირიქით ალბათ სასიამოვნო ინტერესით. კი, რა თქმა უნდა. ძალიან კარგია, როცა ასე აქტიურად არიან ახალგაზრდები ამ ყველაფერში ჩართული და ამ ეტაპიდან აი ასე აქტიურად სწავლობენ ამ გადაცემების გაკეთებასაც. მე მაინტერესებს ანა ის პროექტი, რომელიც გულისხმობს ორმაგი ეფექტის სახელით არის ცნობილი და მოდი მაყურებელს გავაცნოთ ამ პროექტის დეტალები. რას ნიშნავს ეს ორმაგი ეფექტი? კი ბატონო, ორმაგი ეფექტი არის სოციალური სახის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესისა და მომავალი ტივის ერთობლივ მუშაობას. პლუს ამას ეს გამიზნული არის ახალგაზრდა თაობის წარმოჩენაში და პოპულარიზაციაში. ანუ რეალურად მე თქვათ ვარ ბიზნესმენი, როგორც მივხვდი, მოდის მომავალი ტივის წარმოადგენელი, ანუ შენ და მე ვუკეთებ თუნდაც ახალგაზრდებს, ახალ თაობას, ბიზნესმენი პოპულარიზაციას და ამაში დიდი წვლილი შემაქვს, ხო, ესე გამოდის. დიდი წვლილი პატარა თანხებით, ეს მთავარია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტია, როცა დიდი მხარდაჭერა ხდება მინიმალური თანხებით. დიახ. ზოგადად ახალგაზრდა თაობა ქვეყნისთვის უპირველესია და ბიზნესმენს ალბათ პირველ რიგში ამან უნდა დაინტერესოს, რადგან ყველაზე დიდი კაპიტალი, რაც შეიძლება მან გააკეთოს, ეს არის ახალგაზრდა თაობის წარმოჩენა. და ამ მიმართულებით ფულის დაბანდება ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახლანდელ თაობაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ან მომავალი ზუსტად ახლანდელ თაობაზეა დამოკიდებული. და პლუს ამას თვითონაც სარგებლობს იღებს.
მისი რეკლამირება ხდება. ანუ პარალელურად ორმაგი ეფექტი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ჩვენი ტელევიზიის საშუალებით ხდება თქვა კონკრეტული კომპანიის პიარი. ჩვენ რა პოზიტივს, დი პოზიტივში ხავს. ანუ ეს არის ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა ბლოკში მე და ბილიმ განსაკუთრებით აქცენტი გავაკეთეთ ამ მიმართულებით, რომ რეალურად მომავალი ტივი ერთადერთი ტელევიზია ქართულ სივრცეში, რომელიც უშუალოდ მუშაობს საინფორმაციო გამოშვებებშიც კი პოზიტიურ ინფორმაციებზე. ამასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთეთ, როგორც ჩვენი განვითარების მენეჯერი? პირველ რიგში ალბათ ვიწყwi იმას, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ესეთი ტელევიზიები საქართველოს დაკლებად აქვს, რომელიც გამიზნულია ახალგაზრდობაზე, მათ პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდა სახების აღმოჩენაზე და რაც მთავარია განვითარებაზე და საზოგადოებისთვის გაცნობაზე. და მნიშვნელოვანი ის, რომ პოზიტიური ინფორმაცია ჟღერს თითქმის 24 საათი. კი, რა თქმა უნდა, ვინც უყურებს, დაგვეთანხმება ალბათ. მეც ხოლმე ამიტომაც მოგდეს ხოლმე ესეთი წერილები, რომ გამოხმაურება მაყურებლის წოდან, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თორე ჩვენ განისთვის. ანა, მოდი გადავიდეთ სხვა მიმართულებით, სხვა თემებზე. განვითარებას გულისხმობთ და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან დიდი გზა განვლო რეალურად. ანუ ამ შემთხვევაში არ გულისხმობ დროს და ერთ წელზე მეტი ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ არც ისე დიდი დროა, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი საქმე გაკეთდა და რა თქმა უნდა წინ უფრო და უფრო მივიწევთ. რა კეთდება თქვა ამ მიმართულებით, იდეები, პროექტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველი ვიტყვი იმას, რომ ერთ წელში ჩვენ იმას მივახციეთ, რომ მე-16 ადგილზე ვართ რეიტინგებით. ამის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ წლებში უფრო დიდი მასშტაბები გვექნება და წავიწევთ წინ და წინ. და წინარგებში ანუ ეს არის ჩვენი ახლა მიზანი, თუმცა ამასაც ძალიან დიდი შრომა უნდა და ძალიან რაღაცა უნდა და ბევრი რაღაც კარგის გაკეთება რაც თავარია. იდეები გვაქვს მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს ორმაგ ეფექტს. ძალიან საინტერესოა რეალურად ის, რაც არის ჩაფიქრებული და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც უნდა გამოვიდეს და როგორც ჭირდება ტელევიზიას და ტელევიზიის შესაბამისად ტელევიზია ყოველთვის ითვალისწინებს მაყურებლის ინტერესებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ტელევიზიისთვის ჩვენი თითოეული მაყურებლის ინტერესი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი რომ იყო, წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს უსურვებთ ჩვენ ტელევიზიას, ორმაგი ეფექტი იყო. და მე მგონი ყველაზე ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რომელიც არც კი შემუშავებულა სხვაგან და არც ყოფილა ისეთი პრეცედენტი, როგორც მე ვიცი. ფენომენალური პროექტია, ვიცით. ნამდვილად გეთანხმებით ამ ყველაფერში და სხვათა შორის აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან მიხარია ბილი ანა, როცა აღვნიშნებ, რომ პირველად საქართველოში ახალგაზრდული ტელევიზია, პირველად ჩვენს ეთერში მსგავსი ფორმატი, განსხვავებული სტილი, პირველად ორმაგი ეფექტი და ძალიან ბევრი რამე გვაქვს, რაც პირველად ჩვენთან კეთდება. ნამდვილად და მოკლედ დაგემშვიდობებით და ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ჩვენ კი დროებით გემშვიდობებით, ნახვამდის. დროებით. მომავალი ტივის ეთერში კვლავ ჩვენი სივრცე, რა თქმა უნდა, პოზიტიური განწყობით. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო პროექტზე, ორმაგ ეფექტზე, რომელიც გულისხმობს მომავალი ტივთან ერთად თანამშრომლობას და ბიზნესს მოუწოდებს მხარდაჭერისკენ. რა თქმა უნდა, რომელიც აუცილებელია ტელევიზიისთვის და საერთოდ აუცილებელია ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდების ხელშეწყობა, იმიტომ რომ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული რეალურად ჩვენი ქვეყნის მომავალი. კი და რა თქმა უნდა, ჩვენი ტელევიზია ყველაზე დიდ აქცენტს უხეშად რო ვთქვათ, აკეთებს ახალგაზრდებზე და ამიტომ ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის ჩვენი და ბიზნესის დახმარება ერთობლივი და ძალიან მაგარ საქმეს გავაკეთებთ ამ ერთობლივი ძალებით. ბილი, მოკლედ ძალიან მიყვარს, როცა ეს პერიოდი მეც სივრცეში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ ყოფილა ექსტრემალური სპორტით დაკავებული, ძალიან შემაყვარა ადრენალინა და პირადად შენ ეს ყველაფერი ძალიან დიდი ინტერესით ვუყურებ და არ მეგონა ეს ინტერესი გადამდებია, იცი? აი, ასეთი შევიყარ, ელოდები, რომ აი კიდე ახალი როდის იქნება, აბა ეს ასე იქნება საუბარი. ეს გადამდებია საერთოდ რაღაც ექსტრემალური სპორტები, ესე რომ იმოსცემ საერთოდ არ ვიცოდი შეიძლება ისე მომიყვნე რაღაც
რაღაცა ის ეს არ გაინტერესებს. ხო, მოტოციკლს დაждობა ხო არ მომდინა. მინდა უკვე დიდი ხანია მას შემდეგ რაც ადრენალინი გავიდა, მომავალი თვის ეთერში ძალიან დიდი სურვილი გამოსცა და აუცილებლად გავახორციელებ. ზუსტად თუ მოგინდება ამ ადრენალინში ისეთ კვლევაზე მაგაკეთებული უკვე ინფორმაცია ნიუსის სახით, რომ გაითვალისწინებ რომელი მოტოციკლეტი შეგიძლია იყიდო. ანუ რას გულისხმობ ამ ნიუსში კონკრეტულად რო ვიცადე? ყველაფერს ვერ მოგიყვები, მაგრამ მაინც პატარა რაღაცები გითხარი. ანუ კვლევა რომელიც გულისხმობს რას, რომელი არის ქალებისთვის თქვათ მოსახერხებელი, სასურველი, კომფორტული, დაცული და ასე შემდეგ მოტოციკლები. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად გარკვეული ხარ და შენ ალბათ გეყოლება შენი საცნებო. კიდე არ მოვაჩინე კიდევაც რომ იმ ჩამონათვალიდან ორი მოტოციკლი მყავდა. უკვე ყავდა. ერთი ჩემი უსაყვარლესი მოტოციკლია. ორც კიდე ვფიქრობ რომ იყოს დანარჩენი და ჯერ არ დავფიქრებ. ანუ საოცნებო ველოსიპედი მოტოციკლი რომელიც უნდა ყოლოდა უკვე ყავდა. რომელიც არის სიაში უბრალოდ არა, საოცნებო არა, უბრალოდ რომელიც სასურველი რომელიც არის ქალებისთვის. ანუ რომელიც მოხდა სიაში უკვე ყავდა. ესე რო გითხრა რომ ამე საოცნებო მოტოციკლი მყავს თქო, მოგაწყვეტ, იმიტომ რომ ეს ცოტა ისეთ თემაა რა. ყველა სხვადასხვანაირია, ყველა მაშინ იცი რა არის? ერთი დიდი ავტოფარეხი უნდა მქონდეს, ძალიან ფული უნდა მქონდეს. და ყველანაირი უნდა გესწრებს. წლების მიხედვით, რომელ წელსაც რომელიც იყო, აი იმის მიხედვით ესე ყველა ის მყავდეს აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს ვერ გაიგებ რა. საოცნება, აი ხა მაგალითად მინდა მყავდეს თქვა დუგატის მონსტერი ახალი, მაგრამ აი ეს მინდა იმიტომ რომ ეს ერთი სტილია, მეორე სტილი არის. ანუ განსხვავდება სტილი ერთ-ერთი, რომელშიც მინდა მყავდეს თქვა CBR-ის რაღაც Honda-ს. მესამე სტილი არის იქით ჩოპერი, რომელშიც მინდა ჰარლეი მყავდეს. ანუ ვერ გაიგებ ეს რა საოცრად. აი როგორც მანქანების შემთხვევაში სტილი განსხვავდება ისე. სტილისტურად არის რა, თუ მაინდამაინც ერთი სტილი მოგწონს, ეს სხვა არის და როდესაც ანუ შინაგან საერთოდ გიყვარს მოტოციკლი ჩემი აზრით, მაშინ აი სტილით სხვადასხვა არ ვიცი რა ზოგადად იცი რა მაინტერესებს ის ერთი ის მოსწონს მარტო ერთი მიმართულება მე მაგალითად აი ეს მაინტერესებს მე მაგალითად მომწონს ერთი მიმართულებით მოგწონს თუ არის ბევრი მიმართულება არა ყოველთვის ყავდა სტრიტები ანუ რას ნიშნავს სტრიტი რომელიც ქალაქში მოძრავ და ქალაქში დადიხარ თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც მინატრია რომ აუ ეხა ყოველთვის რამა ისა კროსი რაღაცა ტყეებში და იმაში. ანუ ვერ გაიგებ ეს რა. საჭიროებიდან გამომდინარე სპორტი არასდროს არ მინატრია სპორტული მოტოციკლები, იმიტომ რომ თვლი რომ ქალაქში მივდივრი არის სისულელო და უბრალოდ დიდი მარიაშობა. ვერ გამოიყენებ. ხო, დიდი მარიაშობა საცოდავ მოტოციკლებს ტანჯავ. აი ესე ვთვლი, ხო, მაგრამ ენანება გასაფუჭებ. რეალურად აფუჭებ. ვერანაირ ეს უნდა იარო მარტო ჩემი აზრით სპორტული მოტოციკლები რომ ყავდეს დავაყენებ რუსთავის ავტოდრომზე და მე ყოლება იქ წავა მაგრამ ვიბლი ადრენალინის დავხარჯო და წავა მე თუნდაც სტრიტით ან ჩოპერით სახში ანუ იმდენად გიყვარს შენ მე ერთი დასკვნა გამოვიტანე შენ ზაუფიდან გამომდინარე ეს მოტოციკლეტები რომ სპორტულს ვერ იმეტებ ქალაქში სასიარულო ხო არა არის რა უბრალოდ რა არა ეხლა ჩვენც რო გქონდეს იმხელა ავტობანები რომ ვაი შესაძლებელი იყოს ეს ყველაფერი ეს კი მაგრამ ეხლა რომ როცა პირობები არ არის უბრალოდ ტანჯავ ვარაზის ხევზე რო დგახარ ისეთ საცობს გაჭედური სპორტული მოტოციკლები ვერც იქით ხარ ვერც აქეთ და ყველაზე დიდი გადაყიდავდი ანუ ეს ის უხეშად საცოდავია უბრალოდ და ბირი რა მაინტერესებს იცი ახლა გესმენ და მაინტერესებს რამდენად ხშირად გბეზრდება მოტოციკლები ანუ რა გულისხმობ აი თქვათ ხო ეს ესეთი რაღაცა რომ ძალიან ესეთი რომ მინდა გავლენა აი მაგალითად მობილური ტელეფონი მაქვს 6 თვე და უკვე მომბეზრდა და სხვა მოდელები აი ესეთი მომენტები არ ვესწრებ ანუ ყველას დიდი ხანი რამდენი ხანი ყოლია მოტოციკლი 4 წელი არა 5 აღარ მახსოვს რა და იმ შემთხვევაში ანუ რა შემთხვევაში ყიდი თქვა ცვლიან რაღაცა გბეზრდება თუ უკვე როდესაც ხედავ რომ უბრალოდ რესურსს ურავს და მე კი შესაძლებლობა არ გააჩნია. ხო, ან იცი რა, რო ხვდები რომ
ადრე რომელი მოტოციკლებს ყავდა, ჩემი საყვარელი მოტოციკლები იყო და ყველა მიცოდა რომ ჩემი იყო, იმიტომ რომ იყო ჩემ ფერებში, ანუ იასამისფერო ხასიათს გამოხატავდა, თავიდან ბოლომდე იყო ჩემ. ყავდა საკმაოდ დიდი ხანი. და საქმეზე რომ მივიდა, ვიფიქრე გავყიდით, მე გადავიფიქრე ზუსტად ერთი ნახევარი სადღაც 3 თვეზე მეტი ვფიქრობდი გამიყიდა. ყოყმანობდი, უფრო გავყიდა. და ვფიქრობ რომ მე რომ უკან ხარ ვიყიდოთ, ხო? ანუ ის დაიბრუნა. ხო, იდანები. ხო, აი მაგანაზე ამჭირს ესეთი რაღაც და მოტოციკლებზე მჭირს. აი რაღაც მე ვიცი შენ განსაკუთრებული დამოკიდებულება და ამიტომ კითხე მაინტერესებდა ეს რაღაც. არ ვიცი, რაღაც ის მჭირს ხოლმე და მე რომ გავიგე რომ შემდეგმა პატრონმა გავიდა ის მოტოციკლები. ვიფიქრე რომ მეტა რატო არ მითხრა? ანუ რატო არ გავიკეთქო რომ მე მეყიდა თქო და ეხლა ვფიქრობ. ახლა იცი ვის ყავს? კი, ვფიქრობ კიდე ინფორმირებული ხარ. კი, მაგრამ უკვე ის ჩემი აღარ იქნება ისეთი როგორც ადრე იყო. ანუ ის აღარ იქნება რომელიც აი ძელი კაპიტანი ჩემია. მე ახალი არის და ძელი მიჩვენე. ბოშეს რა ჭირყავი. ნუ მოკლედ ძალიან საინტერესო ისტორია. ანუ ეს თემა ძალიან საინტერესო და მოხიბლული ვარ მე ამ ყველაფრის. შემდეგი თემა ესეთი არის უკვე ფილმზეა. საერთოდ ვიფიქრე გამეკეთებინა თუ არა ადრენალინში, თუმცა იცი რა არის. ძალიან ბევრი ექსტრემალური ფილმი გამოდის, ძალიან ბევრი საინტერესო ფილმია და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია ეს ექსტრემალური ფილმები და ასე შემდეგ. ლოგიკურია რა საყვარელი 2015 წელს გამოვიდა ეს ფილმი, ანუ ეხლა და არ ვიცი რამდენად სამწუხაროდ ჩვენ კინოთეატრებში ესეთი ფილმების ჩვენებები იშვიათად ხდება ხოლმე, ან ხდება ისიც ვიღაცა ძალიან უყვარს და ის საჩვენებს და დაგპატიჟებენ და უნდა გაგიმართლოს. თუმცა ამას რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ფილმს, ებერესტი ქვია და მგონი რომ უნდა ჩვენც გაგვიმართლოს და კინოთეატრებში აღმოჩნდეს ეს ფილმი და მეც გამართლეს და აუცილებლად წავალ გაგვიმართლოს იმ ფილმებში. კი, თუ არა და ისე უნდა დავკმაყოფილდეთ ინტერნეტის სივრცით ყურებაში, მაგრამ საინტერესოა რა ესეთ რაღაცა. ანუ და ჩვენებები ექსტრემალურ სპორტზე ეს ყველაფერი. ხო, ებერესტი ანუ იმაზე იყო რომ სოციალ და ასე შემდეგ და რაღაც ორი ჯგუფი იყოფა და ასე შემდეგ. კი, ეს ძალიან კაი რაღაცა არის. კიდე გვაქვს თემა სკეიტერებზე და სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა, როდესაც ნახე რომ პეტიციას აგროვებენ რასთან დაკავშირებით, რომ უნდათ ოლიმპიური სპორტი გახდეს. აჰა, ძალიან საინტერესო. ბილ მაინტერესებს ეს სკეიტით თუ ხარ დაკავშირებული. კი, ყველაფერი ექსტრემალურია. ბორდლები ერთადერთი ყოველთვის ვამბობ, რომ ყველანაირი სამაკად გამყოლია, თქო, ელექტროც კი მყოლია. მაინც ვერ გავიგე რა მოწონს, აი ერთადერთი რაღაცა, რასაც ვერაფერი ვერ გავუგე რა. ანუ ჩვეულებრივად სრიალებ, ხო? ვიცი. სკეიტით კი, ჩვეულებრივად რა დიდი ხანია სიმართლე გითხრა არ ვდგარო, მაგრამ აი თუ აკეთებ თქვა რამე ისეთ იცი რა, არა, განსხვავებას არა, იმიტომ რომ ჩემზე მაგარი სკეიტერები არიან უკვე, ადრე იყო, თუ იყო 3 და 4, ეხლა მომრავლდნენ ეს ზომიხვიდა სკეიტბორდში, უბრალოდ ესე დადგები და გაგიხარდება, ამას წინათ ვიყავი. და ისე ბედნიერი უყურებდი რომ რაღაც მეთქი აი ჯერ პატარა ბავშვობა გამახსენდა რომ ჩვენ სკეიტბორდი არ ქონდა და როგორ მახსოვს ანუ არ იყო ინფრასტრუქტურა 15 წლის ვარდების მოედანზე რაღაც დანგრეული ის იყო და იქ სანთელს ვუსვავდით ხოლმე რომ იქ ვეხტუნავა ვაკის პარკში უსნობ ჯარისკაცთან ხო საერთოდ ხვეპერს ვიმტრევდით და სახიფათო ადგილებში გიწევდა და ამბობთ ახლა თუ არის მოწესრიგებული კი დედაენის პარკი არის სკეიტ პარკი რომელიც რეალურად რამდენად მოწესრიგებულია ეს უკვე ვიცი რა არის როდესაც აკეთები თუ გააკეთე ხო ხალხი დახარჯე მოუარე კიდევაც რა არ შეიძლება 엘ემენტარული რა არის არ შეიძლება სკეიტ პარკში
სახლისეინო განაის რომ მეცხოველებს ნუ გიჟდები ნუ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი არ შეიძლება იქნას ძაღლმა უკაცრავად და ანუ რაღაცეები იქნას და არავინ ხო ანუ ეს სკეიტპარკს სხვა დატვირთვა სკეიტპარკის იმას რო აკეთებ ესეთ პანდუს იქ უნდა ახტე იხტუნაო რაღაცა ტრიუკი გააკეთო იმას უნდა მოვლა იმას უნდა გაზეთვა იმას გაზეთვა აზია თელი პროცედურების ჩატარება ჭირდება მოკლედ ამ ყველაფერს მაგრამ ანუ სულ არაფერს ჯობია რა. სულ არაფერს ჯობია, ნუ რეალურად გაკეთებულია ეს ყველაფერი და აქვს შესაძლებლობა რომ ის რეალურად უნდა გააკეთონ იგივე, მაგრამ ისი თქვა მინდა, იცი, აი ეს პრობლემა არის რეალურად, რომ არ უფრთხილდებით, რასაც გვიკეთებენ. საქმეც მაგაშია, რომ ანტრენ პირველად ძალიან კარგად მახსოვს ზუსტად ის პერიოდი იყო, როდესაც მე დაკავებული ამ სკეიტი დრონიკებით და ასე შემდეგ, მოკლედ სპეციალისტი ექსტრემალურია. ხო და როდესაც პირველად ეს სკეიტპარკი გაკეთდა აი ძალიან ჩვეულებრივად 24 საათის განმავლობაში ვიდექით, ვუყურებდით, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ ისეს და მე ჩვენი მითი მქონდა მართლა გეუბნები. ჩვენ თვითონ ნულით და ძალიან კაი ეს არის ყველაზე სწორი დამოკიდებულება. ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს იქ რაღაცეები გავამაზ. თან გეხალისებოდა და არა, ეხლაც ეგრე არის, როგორც ვიცი, ეხლა მოგატყუებთ რომ ზუსტად ჩახედო, რა თქმა უნდა, მაგრამ რომ მიხვა, იქ რაღაცა გრაფიტით არის დახატული, იქ რაღაცა და ანუ საბოლოო ჯამში რაღაც სივრცე იქმნება, სადაც უბრალოდ მიხავდა აქეთ უყურებ თუ გინდა და იქით ისრიანებ თუ გინდა თან პატარა ბავშვებისაც არიანო იქით ანუ არის რეალურად შექმნილი არის საკითხი რომ მივიდეთ და ვიცით ძალიან კარგი ძალიან საინტერესო თემაა ეს და დიდი ინტერესით დაველოდები მანამდე კი რეკლამა ჩვენს ეთერში ქართულ რეალობაში ახალი სტილის ტელევიზია, რომლის უმთავრესი მიზანია მხარი დაუჭიროს ქვეყნის მომავალთაობას. შექმნას ახალგაზრდებისთვის მხარდაჭერის საზოგადოებრივი გარემო და უზრუნველყოს მის წინაშე მდგარი გამოწვევების და პრობლემების გადაჭრისთვის საფუძვლების შექმნა. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მომავალი ტივი მოუწყობს. ჩვენ თავიდანვე ვარი ვთქვით იაფასიანი გადაცემების მომზადებაზე და ამ გზით რეიტინგის მოხვეჭაზე. ვარი ვთქვით იული გზით მასალების მოპოვებაზე და თავიდანვე აქცენტი გავაკეთეთ საკუთარ საავტორო გადაცემებს. მომავალი ტივის გააჩნია განვითარების ჩამოყალიბებული ფორმა. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველ სეზონზე ვიცვლებით, ვიხვეწებით, მაგრამ ვემსახურებით ერთ მიზანს, რომელსაც თანმიმდევრულად ვახორციელებთ. დღესდღეობით მომავალი ტივი ვრცელდება სატელიტი და საკაბელო საშუალებებით. ჩვენ ამისათვის ძალისხმევას ნამდვილად არ ვიშურებდით, რადგან ჩვენი ტელევიზიის შინაარსიდან გამომდინარე გვინდოდა, რომ იგი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანისათვის, ნებისმიერ ადგილას, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს იგი. ჩვენმა საავტორო გადაცემებმა უამრავი სტუმარი მოიზიდა. სტუდენტური თვითმმართველობები, არაფორმალური სტუდენტური, ახალგაზრდული და არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, ახალგაზრდა შემოქმედები, სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი მოღვაწეები და პოლიტიკოსები. ჩვენ ეთერს უთმობთ ყველას, ვისაც გული შესტკივა ახალგაზრდულ პრობლემებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე. მომავალი ტივი აერთიანებს თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელს. ჩვენთან ყველას აქვს აზრის გამოხატვის საშუალება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობისათვის. მომავალი ტივის ცნობადობის ხარჯებით აზრდის პარალელურად მოიმატა საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებამ. ყოველდღე ვიღებთ წერილებს წინადადებებით, შენიშვნებით, იდეებით, შეკითხვებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საქმიანობის აქტუალობას. ჩვენი უმთავრესი შეთავაზების ადრესატია თავად ახალგაზრდობა. ჩვენ მოუწოდებთ მათ თანამშრომლობისკენ, მოახდინონ თავიანთი საქმიანობის ნიჭის, იდეების, შესაძლებლობების პოპულარიზაცია, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება, პოზიცია. ჩვენ ეთერს უთმობთ ყველა ასეთ ახალგაზრდას, ასევე ახალგაზრდულ
ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მომავალი ტივი დიდი სიამოვნებით ითანხმება ეთერს დაუთმოს ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას, პოლიტიკურ ლიდერებს, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს. მხოლოდ ერთი დათმით, ერთად ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ ახალგაზრდებისათვის საჭიროებო საკითხებზე. ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც დაინტერესებული იქნება ჩვენი შეთავაზებით, ექნება საშუალება იმისა, რომ დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და გააცნოს იგი საზოგადოებას. ჩვენ მოვუწოდეთ პოლიტიკურ ლიდერებს აქტიურად გამოიყენონ ახალგაზრდული ტრიბუნა. მომავალი ტივი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტს. მივიჩნევთ, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნული მიმართულებების პრაქტიკაში განხორციელება უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, მომავალი ტივი მაქსიმალურად ცდილობს ამ ყველაფრის პოპულარიზაციას და საინფორმაციო უზრუნველყოფას. ჩვენ აღმასრულებენ და საკანონმდებლო ხელისუფლებას მაქსიმალურად ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ჩვენთან ითანამშრომლონ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში. მომავალი ტივი ეთერს დიდი სიამოვნებით დაუთმობს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს, რომლებიც ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებენ სხვადასხვა გეგმებსა თუ სხვადასხვა აქტივობებს. ვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ბიზნესს მოუწოდოთ მხარდაჭერისკენ. ჩვენ შევქმნით ბიზნესის პოპულარიზაციის საუკეთესო მოდელი, ორმაგი ეფექტი. მომავალი ტივის და ბიზნესის თანამშრომლობა მართლაც რომ ორმაგი ეფექტის მატარებელია. ჩვენ გავზარდეთ მაუწყებლობის მასშტაბები და ტელევიზიის საშუალებით შევედით ყველა ოჯახში. შევძელით ჩვენი მიზნების რეალიზაცია და საფუძველი შევქმნით ახალგაზრდებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას. ჩვენ პოპულარიზაციას გავუწევთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ნიჭიერ და იმედისმომცემ ახალგაზრდებს. მოგვეცემა საკითხის აქტუალიზაციის საშუალება და ყველაფერი განხორციელდება ბიზნესის ეგიდით. ქართულ ტელესივრცეში სამწუხაროდ შეიქმნა მოჯადოებული წრე. თითქმის ყველა ტელევიზიის საშუალებით მაყურებელი იძულებულია ერთ და იგივე სახეების მოსაზრებები ისმინოს. ჩვენ დიდი სიამოვნებით დაუთმობთ ეთერს სრულიად ახალ სახეებს, რომლებიც მოღვაწეობენ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, შემოქმედებით სპორტულ, სამეცნიერო თუ სხვა სფეროებში და დღემდე არ იძლევათ შანსი მიმართონ საზოგადოებას, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები. ჩვენმა ერთწლიანმა პრაქტიკამ დაგვანახა, საქართველოში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. სამწუხაროდ მათ საქმიანობას საზოგადოება არ იცნობს. არ ხდება პოპულარიზაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების მინიმალური რეალიზაციაც კი. ეს ახალგაზრდებში ნიჰილიზმისაკენ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თბილისში, საქართველოს რეგიონებში უნდა შეიქმნას ასეთი ახალგაზრდების წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმები. საზოგადოებას საშუალება უნდა მიეცეს გაიცნოს ქვეყნის მომავალი და იზრუნოს მისი მხარდაჭერისთვის. საქართველოში ახალგაზრდობის წინაშე ევროპული გამოწვევაა, პრობლემები ურიცხვია. საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის არც ერთ ეტაპზე არ ეთმობა სათანადო ყურადღება ამ პრობლემების გადაჭრას და გრძელვადიანი პერსპექტივის დასახვას. არ ხდება ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ჩართვა აღნიშნულ საკითხში. აშკარად იგრძნობა პროფესიონალთა ჩართულობის დეფიციტი. მომავალი ტივი კი ეთერს დაუთმობს სხვადასხვა სამეცნიერო წრეებს, ინტელექტუალურ ორგანიზაციებს თუ უნივერსიტეტებს, ცალკეულ პროფესიონალებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იქნას მიმართული ახალგაზრდობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ. ჩვენ ვიცით, რომ მათ გააჩნიათ შესაბამისი მოდელები და შემუშავებული აქვს შესაბამისი მოდელები სხვადასხვა სფეროში და ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ამ ორგანიზაციებსა და ცალკეულ პროფესიონალებს ითანამშრომლონ ჩვენთან. მომავალი ტივის განსაკუთრებული შემოთავაზება ეკუთვნის საქართველოს რეგიონებს, მუნიციპალურ სამსახურებს, რეგიონებში მოღვაწე ორგანიზაციებს და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. ახალგაზრდობის წინაშე მდგომი პრობლემები სწორედ რეგიონებში იკვეთება მთელი სიცხადით. აქ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი უპერსპექტივობის, ალკოჰოლიზმის, უსაქმრობის ჭაობშია ჩაფლული. ჩვენ თანამშრომლობთ თითოეულ რეგიონთან, გავაშუქებთ რეგიონულ აქტივობებს, პოპულარიზაციას, გავუწევთ სხვადასხვა სახის პროექტებს და რეგიონის ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას. მომავალი ტივი არის ქართული სპორტის კომანდა. თავაზობთ სპორტულ ფედერაციებს და ასოციაციებს თანამშრომლობას, მათი საქმიანობის პოპულარიზაციას, ბავშვთა, ახალგაზრდული, სტუდენტური, სამოყვარულო და პროფესიული ღონისძიებების, ტურნირების, ჩემპიონატების ასახვას და ტრანსლირებას. ჩვენ მხარს გავუჭერთ სპორტის ნებისმიერ სახეობას, მოვახდენთ ახალგაზრდა სპორტსმენთა პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისათვის მოტივაციის შექმნას. ჩვენ აქტიურად ვადენებთ თვალს სოციალურ ქსელებსა, სადაც უამრავი ადამიანი გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას, მათ შორის ახალგაზრდულ საკითხებზე. მრავლად ქვეყნდება საინტერესო და ძალზე აქტუალური სტატუსები. სამწუხაროა, რომ ასეთი მოსაზრებები, პოზიციები და წინადადებები ასახვას ვერ პოვებენ და არ ხდება მათი გათვალისწინება. ჩვენ თანამშრომლობას ვთავაზობთ აქტიური აზრისა და პოზიციის მქონე პირებს. ჩვენ ღია სატელევიზიო ეთერს ვთავაზობთ. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ისარგებლოს ჩვენი მაუწყებლობით და საზოგადოება საკუთარი მოსაზრება გააცნოს.
დავითისათვის დედაა ჩემი, ნიკუშასათვის შვილია ჩემი, ფორმიკესათვის, ლუკასთვის, ერეკლესათვის, ინათინისთვის, ერთისთვის, დავითისათვის მარის ჩემი, ლევანისათვის, ლაშასთვის, ნიკოსთვის, მარისთვის, შვილია ჩემი, თეკლასთვის და არის ჩემი, ლიზასთვის, სულასთვის, გაგოსთვის, ლექსოსთვის, თემურისათვის, თეასთვის, ნინისთვის, ნიასთვის, ანის, მარიამისთვის, იცით რა გოგოა? ნათიასათვის, დავითისათვის, შვილია ჩემი. რატო ვარ ჯარში? ქართული ჯარი. სამუშაოს მაძიებელი ხართ, დარეგისტრირდით www.worknet.gov.g ონლაინ ან მიაკითხეთ სოციალური მომსახურების რაიონულ ცენტრებს. შეავსეთ თქვენი პროფილი სრულად, რეგისტრაცია უფასოა. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელხას 1505. გამარჯობათ, ეს ადრენალინია, მე კი მისი წამყვანი ბილი ვარ. დღეს შემდეგ სიახლეებს შემოგთავაზებთ. სკეიტბორდისტები აგროვებენ პეტიციას, რომ სკეიტბორდინგი გახდეს ოლიმპიური სპორტი. 5000-ზე მეტი გაბრაზებული სკეიტერი აგროვებს პეტიციას. სკეიტბორდინგის რეკომენდაცია გაუწიოს გასულ თვეში, რომელიც უნდა გამხდარიყო ნაწილი თამაშების 2020 წელს ტოკიოში. ნახოთ ვიდეო რგოლი.
წარმატებას უსურვებს სკეითბორდისტებს, რომ შევიდნენ, რა თქმა უნდა, ოლიმპიურ თამაშებში. საინტერესოც იქნება ჩემი აზრით და უფრო დიდი მაყურებელიც ეყოლება. შემდეგ ნიუსს გაგაცნობთ ევერესტი, ფილმი ყველაზე მაღალი მთიდან. ევერესტი ეს არის 3D ბიოგრაფიული სათავგადასავლო ფილმი, რომლის რეჟისორი ბალსტარ კომაკურია, სცენარის ავტორი კი უილიამ ნიკოლსონი და სიმონ ბიუბი. ფილმის ჩვენება მოხდა 72 ვენეციის ინტერნაციონალურ კინოფესტივალზე 2015 წელს, 2 სექტემბერს, კინოთეატრებში კი 18 სექტემბრიდან გადის ნეტა ჩვენამდე როდის მოაღწევს. რაც შეეხება ფილმის მოკლე შინაარსს, ის მოგვითხრობს 1996 წელს ექსპედიციის შესახებ, როდესაც მთასწვრელების ორმა ჯგუფმა სცადა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა. ეს კი ნამდვილად უცნაური რამ ხდება ექსტრემალურ სპორტში. და მინდა გითხრათ, რომ საინტერესო იქნება ექსტრემალებისთვის ეს ფილმი, მოუთმენელია, როგორც ვიცი, რომ საქართველოში გამოვიდეს კინოთეატრებში, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში გამოვა. ეხლა კი ნახოთ ვიდეო რგოლი ამ ფილმის შესახებ, მოკლედ ტრეილერი. You, my friends, are following in the very footsteps of history, something beyond the power of words to describe. Human beings simply aren't built to function at the cruising altitude of a 747. Our bodies will be literally dying. Everest is another beast altogether. How you doing? I'm back. Doug Hansen. What do you do when you're not climbing, Doug? I deliver the mail. First mailman on Everest? Hope so. I like that. Sit down, man. Climatize. How's the weather? It's good. I wish I was with you. One day, you, me, and that little Sarah will all go climbing together. So today's the day, huh? It hurts. It's dangerous. Why? I have kids. They see a regular guy can follow impossible dreams. Maybe they'll do the same. I'm on the top of Everest, Alan. We made it. Go to Rob. There is a massive storm headed your way. Oh no. Come on! Get up! That's the wrong way! Doug, let's go! Hurry up! Rob, can you hear me? You've got to get moving. You've got to come on down. There's no oxygen. You go. I'm done. No, I'm not leaving you behind. Come on. It's gonna take all we got. We're all getting down together. Now let's go. If anyone can make it, you can. უცნაური რამ ხდება ექსტრემალურ სპორტში საერთოდ. ვინაც არ გამოიგონებს ხოლმე, ვინაც არ აკეთებს, ზოგი როგორ ხსნის რეკორდს, ზოგიც როგორ. ეს კიდევ ახალი საინტერესო რამ შემოგთავაზა რობი მედისონმა. ექსტრემალი რობი მედისონი ოცნებას იხდენს, როგორც თვითონ ამბობს სხვადასხვა ინტერვიუებში და თავისი ჭუჭყიანი ბაიკით დაიწყო სერფერობა. ის დიდ ტალღებში ეგრეთ წოდებული კროსის მოტოციკლებით შედის. დანარჩენს უყურეთ ვიდეოში. საინტერესოა ალბათ, ჩემი აზრით, ორი ბორბლით როგორ სერფერობს ადამიანი დიდ ტალღებში. მე ისევ დავბრუნდები.
ნამდვილად საინტერესო იყო როგორც რეალის თითქოს არც არაფერი ბორბლები მატორი საინტერესო ცდა არის ნამდვილად და კარგი ოცნებაც ქონია თან აუხთან ეს ოცნება რაც თავია რაც შეეხება შემდეგ ნიუსს არის შემდეგი ამერიკაში ჩაატარეს კვლევა რომელი მოტოციკლეტებია განკუთვნილი და უფრო კარგი სამართავი ქალებისთვის მე კი შემოგთავაზებთ ამ სიას კრუიზერებიდან Honda Rebel 250 Yamaha თან 250, Suzuki GS 250, Suzuki Boletta 250, Kawasaki Eliminator, Kawasaki Vulcan, Harley Davidson და Harley Davidson 883. რაც შეეხება street bike-ებთან. Honda Groomy, BMW 650 GS, Buell Blast 500-იანი, Suzuki GS, რა თქმა უნდა, არც გამკვირვებია, რაც შეეხება სპორტებს. Suzuki GS 250-იანი, Honda CBR 250-იანი, Kawasaki Ninja 300-იანი, Kawasaki Ninja 250-იანი. Უფრო სიჩქარის მოყვარული ქალბატონებისთვის კი Honda CBR 600-იანი, Ducati Monster-ი, რომელიც ჩემი საყვარელი მოტოციკლია, მინდა გითხრათ 696-იანი, Yamaha Fazer-ი და Kawasaki Ninja 650-იანი. იმედია მოტოციკლ მოყვარულ გოგოებს გამოადგება ეს რჩევა და კვლევა ამერიკელების და გაითვალისწინებენ ამ სიას. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო სია და რამოდენიმე ჩემთვის საყვარელი მოტოციკლეტიც კი აღმოვაჩინე ამ სიაში. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. ადრენალინის მე დავბრუნდი ძალიან საინტერესო გამორჩეულად საინტერესო ადრენალინის შემდეგ და ახლა უკვე ისი დროა ჩემი საყვარელი რუბრიკის ქეთი ხუციშვილის კალეიდოსკოპის ნამდვილად საინტერესო გამორჩეული რუბრიკა არის რომელიც ყოველთვის თავად საინტერესო თემა შემეცნებით კი ხო რა ბევრიღაცას ვიგებთ ძალიან ბევრად რაც არ ვიცით ისეც ბევრს რაც ვიცით იმის შესახებ უფრო მეტს და მოკლედ ძალიან საინტერესო მოკლედ ძალიან მოწონხარ ჩვენი კომპლიმენტი შენ და რაც შეეხება თეთის დღევანდელ თემას დავაანონსებთ მხატვარი ნუ მოკლედ მხატვრებთან მივიდა ჯერჯერობით თეთი მხატვართან უშუალოდ ვან გოგის შემოქმედებას შეეხება აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სიცოცხლესა და ადამიანების სიყვარულისადმი გამჭოლული იყო ეს ადამიანი, რაც თავისთავად აისახა ევროპული კულტურის რთული და გარდამავალი პერიოდი. და რაღაც მე ვიცი რომ დამფუძნებელია თვითონ კი, ნამდვილად სწორი ინფორმაცია გაქვს. ბილი ეს არის პოსტ-იმპრესიონიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ანუ ეს ყველაფერი იმდროინდელი ევროპული ქარტეხილები გარდამავალი პერიოდი აისახა. რეალურად ასე ხდება ხოლმე, როცა რა პერიოდშიც იბადება მქონე შემოქმედი ის იმ პერიოდის სირთულეები ყოველთვის აისახება. მე როგორც ვიცი, არ ვიცი რამდენად სწორად ვიცი, ანუ სიცოცხლის წლებში უფრო მეტია, ხო? ნამდვილად სწორი ინფორმაციებებზე დაგეთანხმება. განსაკუთრებით მეტი შედევრი შეიქმნა სწორედ სიცოცხლის ბოლო წლებში. ეს საერთოდ ეგრე არის ხოლმე რეალურად. არის აღარ არის ადამიანი მაშინ ვაფასებ. კიდე ხო, ამბობენ რომ სიცოცხლის ბოლო წლებში აქვს ეს გაკეთებული, იმიტომ რომ რაც მომწონებია ისე თუ სადმე ვიშხობ, იცით ეს მისი უკანასკნელი ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი იყო. ნუ ეს ასე ხდება ხოლმე და ფაქტია ის რომ რეალურად შემოქმედზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის ყოფა და ის დრო რომელშიც თვითონ იბადება. ნუ მოკლედ ეს არის ადამიანი რომელსაც ინფორმაცია ასე თუ ისე ყველას უნდა გქონდეთ კი, ნამდვილად და თუ არ ვიცით, აუცილებლად უნდა უყუროთ ხოლმე ქეთის რუბრიკას, კალეიდოსკოპს, რომ უფრო მეტი გავიგოთ და უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეს და უფრო განარჩევებულებით ვიყოთ. საერთოდ რაც უფრო მეტი გვეცოდინება სხვადასხვა სფეროში. ანუ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ერთ სფეროში ძალიან მაგარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სფეროში არ ვერკვევდით. აი თუნდაც შენ შემთხვევაში ინფორმაცია ექსტრემალურ სპორტზე ყველაფერი, მაგრამ პარალელურად მეტნაკლებად ყველა სფეროში ზოგადი ინტელექტისთვის ეს ყველაფერი აუცილებელია ჩემი ზოგადი ინტელექტისთვის კი აუცილებელია და
უბრალოდ საინტერესოც არის რაღაცებს შეიძლება არ მაინტერესებდეს, მაგრამ ისეთმა რაღაცამ და მაინტერესოს და ისეთი გადმოცემის უნარი ქონდეს ადამიანს და თუნდაც ვუსმენ და უი რა საინტერესო ყოფილა და მე დავშტარვარ და აი რაღაცები მომიძებნია ინტერნეტში. და გაინტერესა რომ შენც კი დაიწყო ძებნა კი ძალიან ხშირად. თავია სწორად მიწოდებული, კარგად მიწოდებული ინფორმაცია, რაც ქეთი უდაოდ კარგად აკეთებს და აღწერს. ნუ მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, დავუთმოთ კეთა გაგოთ უფრო მეტი და მეტი. დროებით. მე მიწასთან არ ამიციერი ფესობით ვარ დაკავშირებული. ეს განცდა დიდი ნაღვერის დროს დამეუფლა, განსაკუთრებით კი იმ პერიოდში, რომელსაც ისინი სულით აბადმყოფობას უწოდებენ. ფრაზის ავტორი გენიალური ჰოლანდიელი ფერმწერი უილიამ ვინსენტ ვან გოგია. სწორედ ეს უკანასკნელია დღევანდელი კალეიდოსკოპის განხილვის საგანი. გენიალური მხატვარი, რომელმაც თითქმის ყველა ნამუშევარი სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა, 1853 წლის 30 მარტს დაიბადა სამხრეთ ნიდერლანდებში, სოფელ გროთ ზიუნდერტში. იგი იყო რეფორმირებული ჰოლანდიური ეკლესიის მმართველის თეოდორიუს ვან გოგისა და ანა კორნელია კარპენტუსის ვაჟი. პატარა ვან გოგს ბაბუის სახელი დაარქვეს. ბავშვობაში იგი საკმაოდ გულნიერი, წყნარი და ჩუმი ბავშვი იყო. 1860 წელს მან დაამთავრა სკოლა, რომელშიც სწავლობდა დაახლოებით 200-მდე მოსწავლე, შემდეგ კი გადავიდა თილბურგში, უილიამ მეორის სახელობის საშუალო სკოლაში. 8 წლის შემდეგ ვან გოგმა მოულოდნელად მიეტოვა სწავლა და სახლში დაბრუნდა. იგი ამბობდა, ჩემი სიხმაცვილე იყო პირქუში, ცივი და უნაყოფო. 1873 წლის ივნისში ვან გოგი ლონდონში გაემგზავრა სამუშაოდ. ეს იყო უბედნიერესი ეპოქა მის ცხოვრებაში. მას ჰქონდა საყვარელი საქმე და 20 წლის ასაკში იცოდა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე მისმა სათაყვანებელმა მამამ. ცოტა ხნის შემდეგ ვან გოგს იმ სახლის მეპატრონის ქალიშვილი შეუყვარდა, რომელთანაც ცხოვრობდა. როდის გრძნობებში გამოვიდა, მაგრამ ქალიშვილის უარმა იგი დიდად დაამწუხრა და ხელი ააღებინა სამსახურზე. დროის უმეტეს ნაწილს იზოლირებულად ატარებდა. დიდ დროს უთმობდა რელიგიას. მამამ და ბიძამ იგი პარიზში გაგზავნეს, სადაც ვან გოგი აქტიურად ემზადებოდა, რათა ჩაეპარებინა სასულიერო აკადემიაში. მან სამსახურიც დაიწყო გემზე მტვირთავად, რომელიც 3 წელიწადში მიატოვა. ვინსენტს ხატვა მოსხოვებულმა რელიგიურმა გრძნობებმა დააწყებინა, რაც საბოლოოდ მისი მოწოდება და დანიშნულება გახდა. იგი ინგლისში დაბრუნდა და მუდმივად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, მაგრამ ცოტა ხანში ადგილმდებარეობის შეცვლა გადაწყვიტა და კვლავ მშობლიურ სახლს მიაშურა. შობას დაბრუნდა სახლში და მუშაობა წიგნების მაღაზიაში დაიწყო, მაგრამ ამ სამსახურითაც ძალიან უკმაყოფილო იყო, ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა მაღაზიის უკანა ნაწილში, სადაც იზოლირებული იყო და კითხულობდა ბიბლიას ან ოცნებობდა. ცდილობდა მამის მსგავსად გამხდარიყო მღვდელი. როგორც უკვე გითხარით, იგი ემზადებოდა ღვთისმეტყველების გამოცდისთვის, მაგრამ სასულიერო აკადემიაში არ მიიღეს და 1878 წლის ივლისში მან დატოვა ბიძამისის სახლი. იგი 3 თვის განმავლობაში სწავლობდა ბრიუსელთან ახლოს ლეიკენში, პროტესტანტების სკოლაში. 1880 წელს ვინსენტმა გაითვალისწინა თავისი ძმის რჩევა და ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ცნობილი არტისტის უილიამ როელოფის დახმარებით ბრიტანეთის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. მას ასწავლეს, რომ ნამდვილი მხატვარი პატარა რამესაც კი დიდი მონდომებით უნდა ხატავდეს. ამ დროისათვის ვინსენტს მფლობაზე მეტად უკვე მხატვრობა უნდოდა. ნამდვილი მხატვრის ხელნაწერის გაგებაში მისი ნახატის თითოეული დეტალი გვეხმარება. ზოგი თავის გრძნობების შესახებ წერს, ზოგი კი ხატავს და ტილოზე გადმოცემს გრძნობებს, ამბობდა ვან გოგი. იგი 27 წლის გახლდათ, როდესაც გადაწყვიტა ხატვის შესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელსა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიებში. 1881-85 წლებში ვან გოგი გატაცებით ხატავდა მაღაროებებს, გლეხებს, ხელოსნებსა და მეთევზეებს. 30 წლის ასაკში გაიტაცა ფერწერამ. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალული მხატვარი პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდებს ავითარებდა. იგი მე-19 საუკუნის კრიტიკულ რეალიზმს მისდევდა და განსაკუთრებით ეთაყვანებოდა ჟან ფრანსუა მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.
1886-88 წლებში თავისი ძმის თეო ვან გოგის რჩევით გადავიდა პარიზში, სადაც გაეცნო პარიზის სამხატვრო ცხოვრებას. თეო ვან გოგი იყო სამხატვრო გალერეის დირექტორი და იგი მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად ეხმარებოდა ძმას. პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას, ითვისებდა იმპრესიონისტების ფერწერას და მით უფრო მოსწონდა ნათელი ფერები, გამა და მათი სტილი. იმპრესიონისტების მიზანი იყო სალონური აკადემიზმის დაძლევა და ხელოვნებაში ყოველდღიური სილამაზისა და ცოცხალი სინამდვილის დამკვიდრება. რიაცის ქვეშ მუშაობამ იმპრესიონისტებს საშუალება მისცა გადმოეტანათ ნათელი და ღია ტონები ტილოზე და გამოესახათ ბევრად უფრო მუქნილი და ცოცხალი სურათები. ვან გოგი ასევე სწავლობდა იაპონურ გრავიურას, ხოლო რაც შეეხება მეგობრებს, იგი ძალიან დაუახლოვდა პოლ გოგენს. პოლ გოგენი იყო ვან გოგისათვის მისაბაძი პიროვნება. ამ უკანასკნელმა ვან გოგს გაუზიარა შინაგანი გრძნობების სტილოზე გადმოსახვის ხელოვნება, რომლის შემდეგაც ვან გოგის შემოქმედებაში ვხედავთ მეწამულ იისფერს, წითელ ტონებს და ოქროს ფერს. 1888 წელს ვან გოგი საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში გაემგზავრა სამუშაოდ, არლში, სადაც ინტენსიურად მუშაობდა. ხატავდა ნატურიდან. მალე ვან გოგმა აქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ერთ-ერთი იყო ფოსტის თანამშრომელი როულინი, რომელიც ხშირად აკითხავდა მას ყვითელ სახლში, სადაც ვინსენტი წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა და მუშაობდა. თქვენ ხშირად შეხვდებოდით ვან გოგს ხამით მიმავალს მინდვრებისკენ, დატვირთულ საღებავებითა და ტილოებით, რათა უკეთესად გამოესახა მთვარის ჩრდილოების საკუთარ ნახატებზე. მისი მხატვრული სწორედ არის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა ვან გოგის მხატვრული ენა, საკუთარი ემოციური და პასტოზური მონასმები, სამხრეთის მზით განათლებული მოციმციმე პეიზაჟები. ამავე დროს ვან გოგი ქმნიდა სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს. ფერის დინამიკა და გრძელი გრეხილი მონასმები ვან გოგის სტილოებზე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს არა მარტო ადამიანს და მის გარემომცველ ბუნებას, არამედ უსულო საგნებსაც. 80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. გოგენი მიიჩნევდა ვან გოგს ძალიან მძიმე ხასიათის პიროვნებად და ერიდებოდა მას, მაგრამ არც ვან გოგი იყო და ძალიან დადებითად განწყობილი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდოდა გოგენთან მეგობრობა. შობის დღესასწაულზე მათი ურთიერთობა დაიძაბა, პიკს მიაღწია და ვან გოგი ისე გამოვიდა მდგომარეობიდან, რომ სამართლებით დაესხა თავს გოგენს. შეშინებულმა გოგენმა თავს გაქცევით უშველა, ვან გოგი მას გამოეკიდა და როდესაც ნახა, რომ გოგენი მას საბოლოოდ დატოვა ფსიქიკური აშლილობისგან, მან საკუთარი მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა. ამ ინციდენტის შემდეგ ვან გოგმა გაიაზრა, რომ სრულ სიგიჟემდე ცოტა გააკლდა და თავისივე ნებით სენ-რემის შეშვილთა თავშესაფარს მიაკითხა სამკურნალოდ. კურნალობის პერიოდში მან 200-მდე ნამუშევარი შექმნა. როდესაც გამოვიდა თავშესაფრიდან, ხალხმა იგი შეშლილად აღიარა და საქვეყნოდ დასცინებდნენ, რასაც ვეღარ გაუძლოდა. 1890 წელს გადასახლდა პარიზის ჩრდილო-დასავლეთით, მხატვართა ქალაქ ოვერ-სულ-უაზში. აქ ვან გოგმა პატარა კაფის თავზე დაიდო ბინა, იქირავა ოთახები და შექმნა ყველაზე მეტი ნამუშევარი, რაც კი შეუქმნია მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ ამ სახლში შექმნა ერთ-ერთი შედევრი ოვერ-სულ-უაზის ეკლესია. მან თავის ექიმთან ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა ფსიქიკური პრობლემები მაინც აწუხებდა. ივლისში დახატა ძალიან ცნობილი ტილო პურის ყანები. ეს პურის უკიდეგანო ყანებია მღელვარე ცის ქვეშ და მესროლიადაც არ გამჭირვებია სევდისა და უკიდურესი მარტოობის გადმოცემა. ვან გოგი კვლავ ხმარ დეპრესიაში ჩავარდა, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. მისმა ფსიქიკამ ამას ვეღარ გაუძლოდა. 1890 წლის 27 ივლისს კვირადღეს ქალაქგარეთ გაემგზავრა. შუაგულ მინდორში გულში დაიხალა ტყვია. დაჭრილმა ვინსენტმა სასტუმროში დაბრუნება მოახერხა, მაგრამ 1890 წლის 29 ივლისს ღამის პირველ საათზე გენიალური მხატვარი გარდაიცვალა. Starry, starry night. Paint your palette blue and gray. Look out on a summer's day with eyes that know the darkness in my soul. Shadows on the hills. Sketch the trees and the daffodils. Catch the breeze and the winter chills in colors on the snowy linen land. Now I am
understand what you tried to say to me, and how you suffered for your sanity, and how you tried to set them free. They would not listen, they did not know how. Perhaps they'll listen now. Starry, starry night, flaming flowers that brightly blaze, swirling clouds in violet haze, reflect in Vincent's eyes of china blue, colors changing hue, morning fields of amber grain, weathered faces lined in pain, are soothed beneath the artist's loving hand. Now I understand what you tried to say to me, and how you suffered for your sanity, and how you tried to set them free. They would not listen, they did not know how. Perhaps they'll listen now, for they could not love you, but still your love was true. And when no hope was left inside on that starry, starry night, you took your life as lovers often do. But I could have told you, Vincent, this world was never meant for one as beautiful as you. Starry, starry night, portraits hung in empty halls, frameless heads on nameless walls, with eyes that watch the world and can't forget, like the strangers that you've met, the ragged men in ragged clothes, a silver thorn, a bloody rose, lie crushed and broken on the virgin snow. Now I think I know what you tried to say to me, and how you suffered for your sanity, and how you tried to set them free. They would not listen, they're not listening still. Perhaps they never ძალიან საინტერესო იყო ფილმი თან. მადლობა ქეთი, ესეთი საინტერესო ინფორმაციისთვის. გვანებიურებს ქეთი თავისი საინტერესო ინფორმაციებით და ძალიან ბევრ საინტერესო ნიუანსებს ვიგებთ რეალურად. მოკლედ, ხანდელი ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ. ჩვენი სიურსე დასასრულისკენ. სანამ დასრულდება, მოკლედ ესე გადავხედოთ, გადავფურცლოთ ჩვენი სივრცის ეთერი. მიმოძრავოთ ჩვენ სივრცეში. მიმოძრავოთ, ცოტა წინ წავით, გადავახვიოთ, ასე ვთქვათ, დავიწყეთ იმით, რომ პოზიტიური ინფორმაციის გაშუქება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ჩვენ ვართ ერთადერთი ტელევიზია, როგორ არ მბეზრდება, რომელიც უშუალოდ მუშაობს პოზიტიურ ინფორმაციას და აღსანიშნავია ისიც, რომ საინფორმაციო გამოშვებაც კი აგებულია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე სიახლეებზე. ეგარი ყველაზე დიდი პლუსი, ყველაზე დიდი წარმატება ტელევიზიის, ჩემი აზრით, როდესაც ბეტი პოზიტივია თუნდაც საინფორმაციო გამოშვებაში. საერთოდ საინფორმაციო გამოშვებას რო იგებს ადამიანი, ითურგუნება უკვე რეაქციას ისეთია. მე რაც გავიგებ, მე შინია. მე ხშირად გამიგია უკვე ცოტა ასაკვარი ადამიანებისგან, რომ იცით რა, საინფორმაციო გამოშვების ჩართვა უკვე მაშინებს. იმიტომ რომ იმდენ ცუდი ინფორმაცია რომ შეგეცნათ, უნდა გვიყუროთ ჩვენ. ორმაგი ეფექტი
და კიდევ ერთი აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ყველა სამთავრობო უწყებას აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდების განვითარებისკენ, ახალგაზრდებისთვის რჩევების მიცემა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსახლეობების დისკუსიები და ასე შემდეგ. მათთვისაც კარგია, ახალგაზრდებისთვისაც კარგია და საერთოდ ყველასთვის კარგია. მნიშვნელოვანია. უფრო კარგი რაღაც გაკეთდება, პლუს მაგას ახალგაზრდებისთვის, რაც ჩვენი ტელევიზიისთვის პრიორიტეტია რა თქმა უნდა. ანუ აქ ერთგვარი წრედი შეიძლება გველში შევკრათ ჩვენ ეს სამთავრობო უწყობები მნიშვნელოვანი მოვლენები ქვეყანაში ამას შეიტყობს მაყურებელი და პლუს ჩვენ ტელევიზია მაყურებელი და ქვეყანაში ეს საინტერესო მოვლენები ერთგვარი წრედი ახალგაზრდებს რაც ეხება და რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ არ ვისაუბრებთ აქ პრობლემებზე აუცილებლად ვისაუბრებთ და გამოსავალს ძალიან ბევრი პროგრამა აქვს, თუნდაც ახალგაზრდების განვითარების სფეროებს და თუნდაც ახალგაზრდების დასაქმებას, თუნდაც სწავლას და ნებისმიერ საკითხს. ანალიზი ამ პრობლემების შეფასება, გამოსავალი, როგორ უნდა შევაფასოთ, ანუ ლოგიკური ანალიზი, რა გავაკეთოთ, რა არის საჭირო, გავაუმჯობესოთ და ძალიან ბევრ კითხვას გავცემთ პასუხს. რაც თავარი ეს ყველაფერი იქნება დამაიმედებელი, რომ დამაიმედებისკენ, ხო, უკეთესობისკენ და აუცილებლად შესრულებადი ჩემი აზრით, რომელიც უნდა შესრულდეს. დაიმედებას ყველა რა. ყველა ლაპარაკს უნდა თქო აზრი არ აქვს. შედეგია მთავარი, რა თქმა უნდა. შემდეგ იყო ძალიან საინტერესო პროექტი, მაგი ეფექტი, რომელიც ტელევიზიის ალბათ ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ჭირდება ტელევიზია, ჭირდება თუნდაც ბიზნეს, ნებისმიერ ბიზნესმენს იყოს ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანოს და მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს ქვეყნის მომავალ თავზე. ამაზე უკეთეს რა უნდა გააკეთო? როცა გაქამისო მეტად მე მქონდეს ეს ჩემი გადაცემით ცდილობ რომ რაღაც პოპულარიზაცია გავუწიოს, რომ მქონდეს უფრო დიდი საშუალება, უფრო მეც გავაკეთებდი. იმიტომ რომ ასე უხეშად რო თქვა, არ უნდა იკარგებოდეს ეს ადამიანები, ძალიან წარმატებულები არიან ძალიან ბევრ სფეროში, არ ჩანან, არ შეიძლება იგრე, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ რომ გამოვაჩინოთ, პოპულარიზაცია გავუწიოთ, არც ყველაფერი, მაგრამ მარტო პოპულარიზაციის გაწევა და ჩემი აზრით ის რომ გამოვაჩინო ეკრანზე და სხვა 100 ადამიანი იცნობდეს და 10,000 ადამიანი ეს არაფერს არ ნიშნავს. პოპულარობა ის არ არის რომ მარტო ქუჩაში გავიდე პოპულარი რო ხარ და ნიჭიერი რო ხარ, იმან თავისი ნიჭით რაღაცას რო აკეთებს, ის უნდა დაფასდეს. თვით რეალიზაცია უნდა შექმნას. ყველაზე პირველი. ბევრი რაღაცა იმას დახმარება ჭირდება ელემენტარულად განვითარდეს. რა თქმა უნდა, ამიტომ ორმაგი ეფექტი არის ამის იდეალური საშუალება. და იმდენად კარგად და გონივრულად არის ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ მომწოდებელსაც თუმცა იცი რა, ზოგმა შეიძლება იფიქროს ახლა რომ ესენი თავის თავზე ლაპარაკობენ, მაგრამ ხო, არა, ეს არის ტელევიზია, მინდა გითხრათ, ყველა აბსოლუტურად თუნდაც ავტორო გადაცემის ავტორები, რეჟისორები და ასე შემდეგ არიან ახალგაზრდები, სტუდენტები რეალურად თაობა, რომელიც შექმნის მომავალს და ძალიან მაგარი მომავალს იგებს. კი, ამიტომაც არის ტელევიზია ახალგაზრდული, რომ ყავდეს ახალგაზრდები, რომელსაც უნდათ თავიანთი საქმის გაკეთება და აკეთებენ სხვადასხვა პროექტების სახით. და ამას აკეთებენ, რა თქმა უნდა, მთელი გული და სული. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთების დროს, იმიტომ რომ პატარა საქმე დიდი გულით გაკეთებული უკვე დიდი საქმეა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ორმაგი ეფექტი ამას ყველაფერს ძალიან კარგად და სწორად ასახავს და კარგი ხედვა რაც თავარი. ნამდვილად შემდეგ იყო ჩემთვის საყვარელი რუბრიკა ადრენალინი, ექსტრემალური საინტერესო თემებით. ქეთის თემა იყო ერთ-ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რომელზეც ისაუბრა ვან გოგზე და უფრო მეტი შევიტყვეთ ამ ადამიანის შესახებ და ახლა ისე ჩვენ ვართ ჩვენ სივრცეში და იმედია საინტერესო იყო ეს გადაცემა თქვენთვის, მეტი პოზიტივი შემოვიტანეთ ეს თუნდაც ხასიათში, ვეცდებით უფრო და უფრო საინტერესო გავხადოთ ეს გადაცემაც, უფრო და უფრო დაიხვეწოს და არ ვიცი. ანუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ ფანტასტიკური განწყობა. და ჩვენი სივრცე, თქვენი სივრცე ერთად ვიყოთ. კარგად ვიყოთ. ნუ ასეთ პოზიტივებში დაბები.